თუგნებოთ ნუ დაიჯეროთ, მაგრამ ქართული მთავარი ლიტერატურული პრემიის საბას ფულადი ჯილდო დაახლოებით 200 ჯილ აღემატება ფრანგული გონკურების აკადემიის პრემიას, რომელიც სულ რაღაც საცუდავ 10 ევროს შეადგენს. საბას ფინალური შოუს გონკურების სადა ცერემონიასთან შედარება კი იგივე იქნებოდა ოსკარის ცერემონია მართლმადიდებლური კინოს ფესტივალის დახურვისთვის რომ შეგვედარებინა. საბასგან განსხვავებით ფრანგული მთავარი ლიტერატურული ჯილდოს გადაცემისას ვერ ნახავთ ვერც წითელ ხალიჩას, ვერც გამოპრანჩულ ქალბატონებსა და ბატონებს, მით უმეტეს ფანფარებსა და ჯაზ ბენდს. ტრადიციულად გონკურების 10 აკადემიკოსი უკვე ერთი საუკუნეა, რაც რესტორან დრუანში სადილის ბოლოს დესერტის შემდეგ კონვერტს ხსნის და ასახელებს გამარჯვებულის ვინაობას. რესტორნის წინ ცხადია უამრავი კამერა და ჟურნალისტია. აკადემიკოსების გვარები გასაედუმლოებული არ არის, ალბათ იმიტომ, რომ ძნელი დასაჯერებელია საღადმო აზროვნე ადამიანმა ძმები გონკურების მიერ მე-19 საუკუნეში დაარსებული ლიტერატურული აკადემიის წევრების პატიოსნებაში ეჭვი შეიტანოს. იმისათვის, რომ 10-დან ერთი აკადემიკოსი გახდე, საკმარისია ფრანგულენოვანი მწერალი იყო და 9 დანარჩენმა ერთად დაგიჭიროს მხარი. ტიტულებს მნიშვნელობა არ აქვს. აქ საერთოდ ერთი შეხედვით ყველაფერი ექსტრემალურად უბრალოდ გამოიყურება. სამაგეროდ შედეგია ექსტრავაგანტურად პრესტიჟული. კონკურების პრემიის ბენეფიტი სწორედ მისი პრესტიჟულობაა, რაც წიგნს ბესტსელერად აქცევს და არა ფულადი კომპენსაცია. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გავაკვირვებ თუ გეტყვით, რომ ამ წუთში თქვენ ქართული კონკურების ბოლო საბას ერთ-ერთ ესეისტიკის ნომინაციაში გამარჯვებულს უსმენთ. ჩემი გვარი ალბათ 1-2 ახლო ნათესავის მეგობრისა და ჩემზე რატომღაც განაწყენებული რამდენიმე მწერლის გარდა არავის არაფერს ეუბნება. ჩემთვის ცხადია არავის შემოუთავაზებია არც დიდი და არც პატარა ახალი ტირაჟები. ჟურნალისტებიც არ დაინტერესებულან რა დავწერე ისეთი, ასე თვალსა და ხელშუა რომ ავწაფნე 4000 ლარი ჩემს კონკურენტებს, თან ისე, რომ ცერემონიასაც არ დავესწარე პრემიის მიღების შემდეგ. ჩემს გარდა სხვადასხვა ნომინაციაში კიდევ 8 ავტორმა გაიმარჯვა. არც მათ მიმართ შემინიშნავს განსაკუთრებული დაინტერესება ქართულ მედიაში. საბა თითქოს ერთგვარი მიზანია, რომელიც მიღწევის შემდეგ ყოველგვარ ფასს კარგავს. რაღაც ჯეოსტარიზმის გავს ტელეკონკურსებს წააგავს, რომელსაც მუსიკის სიყვარულის გამო არავინ არ უყურებს. უბრალოდ უფასო ექშენია, რომელსაც მაშინვე ივიწყებენ, როგორც კი მთავრდება. და საბრალო თვით შემოქმედ მომხერლებს მარტო ტოვებენ თავიანთ ბრჭყვიალა მოგონებებთან იმ ხმაურიან ალიაკოტში, რომელსაც საქართველოში პირობითად პოლიტიკას ეძახიან და რომლის დაწყნარებას, როგორც ჩანს, ჯერ არ უნდა ველოდეთ. აქ მთელი საარსებო სივრცე იმდენად აქვს დაკავებული ამ აურზაურს, რომ ლიტერატურისთვის ადგილი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტის თავში რჩება. მათგან კვალიფიციურად ალბათ კიდევ უფრო ცოტას შეუძლია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ისე ისაუბროს, რომ მწერლებმა უკეთესი წიგნები დაწერონ, მკითხველებმა კი წიგნის სიყვარული და მწერლის შრომის დაფასება ისწავლონ. დღესაც პოლიტიკურმა კაკაფონიამ მთლიანად გადაფარა წიგნის ბაზრობა, სადაც 26 მაისს საბას ნომინაციაში გამარჯვებულები უნდა გამოეცხადებინათ. არავინ იცის მართლაც გამოაცხადეს თუ არა. ამ ინფორმაციას ადვილად ვერ იპოვით. საერთოდ საქართველოს ერთი ნაწილი დღეს ძირითადად ოცნებითაა დაკავებული, მეორე კი მეოცნებეთა გინებით. ვიღას ახსოვს ეს საბრალო ნომინანტები. ისინი მხოლოდ მაშინ გაახსენდებათ, როდესაც ცხოვრებაში პირველად და იქნებ უკანასკნელადაც რამპებით განათებულ წითელ ხალიჩაზე გაევლიან ჯაზ ბენდისა და აპლოდისმენტების თანხლებით, რომ აევნიდან ორიოდე სიტყვა წაელუღლუღონ იმის შესახებ, თუ როგორი მადლიერნი, ბედნიერნი და აღელვებულნი არიან. მართლაც ამაზე უკეთესი რა უნდა დაგემართოს მწერალს, როდესაც იმ ქვეყანაში, რომელმაც წერა-კითხვა გასწავლა, ესეთ მნიშვნელოვან შეფასებას აძლევენ შენს ნაშრომს. ექსპერიმენტული განცდების პრეზენტაციაზე, როდესაც ჩემი კუთვნილი რკინის ფრთა გადმომცეს, მეც რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი იმის შესახებ, რომ ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ღვინო დავლიეთ, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ შთამომავლობისათვის და დავიშალეთ. მეორე დღეს ნაბახუსებზე ჩემმა ლონდონელმა მეგობარმა და მისმა შვილმა სანდრომ კარგად იუველირის ყურადღებით დაათვალიერეს ჩემი რკინის ფრთა. რაიმე გრამატა არ მოგცეს, ცოტა აგდებით ვკითხა ავთომ. არა მეთქი, აბა როგორ მიმტკიცებ, რომ ეს ფრთა შენია. მართლაც ფრთას ქვევით ოქროსფერი ფირფიტა აქვს მიკრული და ზედ TBC ბანკია ამოტვიფული. არც შემიხსენებაა, არც პრემიის, ან საერთოდ ლიტერატურის. წითელ ხალიჩაზეც ხომ ვერ გავიარე. უკვე გითხარით. ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ გასული წლის ივნისში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, საბანკო ბანკის ამონაწერია, სადაც ნათლად ჩანს, რომ TBC ბანკმა პატიოსნად და თავაზიანად გადმომირიცხა 4000 ლარი, ზუსტად ისე, როგორც ისეთ ბანკს ეკადრება, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანი კონკურსის სპონსორია. მხოლოდ რისთვის გადმომირიცხეს, ეს არსად ჩანს. ჩემი ახალი წიგნის ტირაჟზე და ჰონორარზე არაფერს ვიტყვი, დეპრესია მემართება. აი ასე დამემართა დაფნის გვირგვინის მარტოობა. ჩემი საქმე წასულია ჰემინგუეისავით.
ამ ბოლო დროს ჩემი რკინისფრთა საკუთარ პატარა პანთეონზე დადგმულ უსახელო მონუმენტს მაგონებს. და მაინც როგორ ფიქრობთ, უხერხული ხომ არ იქნება TBC ბანკსა და საბას ორგანიზატორებს უთხოვო მომავალში რაღაცით მაინც მიანიშნონ ეს რკინისფრთა ბანკის მოხელის პრეს-პაპიე კი არა საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო რომ არის.